თუ ამ ქვეყანას ვინმე ღალატობს, ეს არის ის რეჟიმი, რომელიც არის ჩაფლული კორუფციაში. რომელმაც ახლა აღმოაჩინა თურმე, რომ ყველა მისი პრემიერი და მინისტრი კორუმპირებული იყო, ან მოღალატე იყო, ან ქურდი იყო. მოგესალმებით, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი ბევრს, ოცნების რომელი დეპუტატისთვის უფრო მეპასუხა. ბატონი კირცხალიასთვის, რომელიც ძალიან შეშფოთებულია შვედეთის ეკონომიკური პრობლემებით, სოციალური სიდუხჭირით და დემოკრატიული უკუსულით თუ მაგალითად ქალბატონი წილოსანისთვის, რომელიც დებატებზე საუბრობდა, უბრალოდ იმისთვის, ვინც მას ეს ტექსტი დაუწერა და საბოლოო ჯამში გადაწყვიტა ისევ ქალბატონ წილოსანს უპასუხო. და დავეთანხმო ერთ რამეში, სხვათა შორის, ისიც რომ არ იფიქროთ, რომ ყველაფერში გეწინააღმდეგებით, რომ დებატების კულტურა ნამდვილად ისაუბრებდა რადიკალურმა ძალებმაო განაპირობეს, რომ დებატები არ არის საქართველოშიო და კი ბატონო, ნამდვილად დავეთანხმები, კი ბატონო, ნუ ვიკამათებთ იმაზე ხა თავად ნინო წილოსანს თუ მას ვინც მას ეს ტექსტი დაუწერა, რომ დებატები ნამდვილად იყო რადიკალური ძალის მიერ შეწყვეტილი ამ ქვეყანაში. მაგრამ ამავე დროს დავაზუსტოთ, ვინ არის ეს რადიკალური ძალა. ეს რადიკალური ძალა არის ქართული ოცნება პირველ რიგში, რომელმაც დიახ 5 წლის წინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ყველანაირ დებატზე თქვა უარი. და ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საკუთარი ტელევიზიების ეთერებიდან ესაუბრება საქართველოს მოსახლეობას. ბატონო ბოიკოტზე არ საუბრობ, ბოიკოტზე მაშინ ვისაუბროთ, როცა ამის დრო მოვა. დებატები ამ ქვეყანაში გააუქმეთ თქვენ და ეს უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობა. თქვენ როგორც რადიკალურმა ძალამ, რატომ ხართ რადიკალური, ამასაც შეგახსენებთ თქვენი რადიკალური ქმედებებით, როგორც ძალადობთ ადამიანებზე და როგორც ცდილობთ თქვენს მიერ მიტაცებული ძალაუფლებით საერთოდ გააუქმოთ ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი. ხა რაც შეეხება თავად დებატებს, მინდა გითხრათ შემდეგი რა. როდესაც ჩვენ დებატებს დავთანხმდით, გულისხმობდით რეალურ დებატს და არა იმ მოდელირებულ ერთგვარ პანელურ დისკუსიას, რაც გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ შემოგთავაზა. როდესაც ოცნება ადგა და საკუთარ სატელიტურ პარტიებთან ერთად შემოგთავაზა არა პოლიტიკური დებატი, არამედ ერთგვარი ბრეინშტორმინგი რაღაც იდეებზე, რომელიც რა თქმა უნდა თქვენ დიდი წარმატებით შეგეძლოთ თქვენს პარტიულ ტელევიზიაში, ოფისში უпростоრეთ მოგეწყოთ. ამიტომაც ხონდა სხვათა შორის ყურებადობა ისტორიულად ალბათ ყველაზე დაბალი და ეს უნდა გაფიქრებდეთ ალბათ რაღაცებზე სხვათა შორის 500 ადამიანი უყურებდა პირდაპირ ეთერში, ციფრულ მაუწყებლობას გულისხმობ რა თქმა უნდა და მალევე როდესაც ეს დებატები დამთავრდა, ამავე ტელევიზიის ერთ-ერთ რეალიტი შოუს 10,000-ობით ადამიანი უყურებდა. ეს 500 ადამიანიც ვინ იყო, ისიც საკითხავია, ალბათ ისევ თქვენი პარტიული აქტივი. სავარაუდოდ, ჩვენ რომ ყოფილიყავით, გაცილებით, კი ბატონო, ამაშიც გეთანხმებით, ხო ხედავთ რამდენი ამაში გეთანხმებით. ჩვენ თუ ჩვენი მონაწილეობით დებატი გაინტერესებთ, მაშინ ერთ რამეს გაგახსენებთ. ბატონი გიორგი გახარიას ქალბატონი თია წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო ნახეთ. რამდენმა 1000-მა და 10,000-ობით ადამიანმა უყურა ამ ვიდეოს. ისიც ნახეთ და მე მიხვდებით როგორი უნდა იყოს რეალური დებატი. იმიტომ რომ ეს იყო დებატი, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვენსავე მოედანზე გიორგი გახარია მთელი საქართველოს გასაგონად თქვა სიმართლე და სწორედ ამ პირწმინდად წაგებული დებატების მერე გახდით იძულებული მის მიმართ გაუგებარი მიზეზებით და მოტივებით სისხლის სამართლის საქმეები აგეძრათ. სხვათა შორის და თუ რეალური დებატების განბედაობა გააქვთ, ახლაც გიწევთ, კიდევ ერთხელ გიწევთ რეალურ დებატებში, ვისაც გინდათ, სადაც გინდათ და რომელ ტელევიზიაშიც გინდათ. ოღონდ არა იმ ფარში, რომელიც შემოგთავაზეთ, არამედ ერთ-ერთზე დებატებში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს სიმართლეს. და სიმართლე არის ის, რომ თუ ამ ქვეყანას ვინმე ღალატობს, ეს არის ის რეჟიმი, რომელიც არის ჩაფლული კორუფციაში. რომელმაც ახლა აღმოაჩინა თურმე, რომ ყველა მისი პრემიერი და მინისტრი კორუმპირებული იყო, ან მოღალატე იყო, ან ქურდი იყო. და თუ რამეს ღალატი შეიძლება დაერქვას, ეს არის საკუთარი ხალხისთვის ფულის მოპარვა. ერთადერთი რამე, რაც შეიძლება ღალატად შეფასდეს. და ასე რომ სხვის ღალატზე რომ საუბრობთ, თქვენ თვითონ ვიფიქრეთ იმაზე, რატომ ხართ ანტიევროპული და კორუმპირებული რეჟიმი. და ამას რეალური დებატის დროს გაიგებს საქართველოს მოქალაქე. და რეალური დებატი სხვანაირია. როდესაც არა სატელიტური, არამედ რეალური ოპოზიციონერები მონაწილეობენ ამ დებატში. და ეს არ არის ფარსი, ეს არ არის სიმულაცია, კიდევ მეორე პანელური დისკუსია, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. ასე რომ მიიღეთ ჩვენი გამოწვევა, თუ რა თქმა უნდა გაქვთ იმის განბედაობა, რომ რეალურ დებატებში ერთ-ერთზე მიიღოთ ჩვენთან ერთად